ვესტეროსის სპორტი, სისხლი, დიდება და პოლიტიკა. როდესაც სამეფო კარის თამაშების სამყაროზე ვფიქრობთ, პირველ რიგში ომები, პოლიტიკური ინტრიგები და დრაკონები გვახსენდება. თუმცა ჯორჯ მარტინის სამყაროში დიდ გვაროვნებსა და უბრალო ხალხს მშვიდობის დროსაც ჰქონდათ თავიანთი გასართობი და საყვარელი სპორტული სახეობები. ვესტეროსში სპორტი არასოდეს ყოფილა უწყინარი თამაში, ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამხედრო მომზადებასთან, რეპუტაციასთან, დიდებასა და ხშირად სიცოცხლისთვის საშიშრისკებთან. რაინდთა ტურნირები, ჯასტინ. სამეფოს მასშტაბით ყველაზე გრანდიოზული, ძვირადღირებული და პოპულარული სანახაობა რაინდთა ტურნირები იყო. ეს შეჯიბრებები ვესტეროსის ნამდვილ მთავარ სპორტად ითვლებოდა, სადაც საუკეთესო მებრძოლები მთელი სამეფოს ვარსკვლავები ხდებოდნენ. წესების მიხედვით, ორი აბჯარასხმური რაინდი ცხენებით მთელი სიჩქარით მიექანებოდა ერთმანეთისკენ და ცდილობდა გრძელი ხის შუბით მოწინააღმდეგე უნაგირიდან გადმოეგდო. ეს სპორტი წარმოუდგენელ ფიზიკურ ძალას, წონასწორობასა და ცხენის მართვის გენიალურ ნიჭს მოითხოვდა. ტურნირები მხოლოდ ფიზიკური შეჯიბრი არ ყოფილა, ისინი უზარმაზარ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენას წარმოადგენდნენ, სადაც გვარების რეპუტაცია და ბედი წყდებოდა. მაგალითად, ჰარენჰარის ლეგენდარულ ტურნირზე რეიგარ ტარგარიანის გამარჯვებამ და ლიანა სტარკისთვის სილამაზის დედოფლის გვირგვინის მიბოძებამ საფუძველი ჩაუყარა მოვლენებს, რომლებმაც მთელი სამეფო დაანგრია. მეფის ხელის ტურნირზე კი, რომელიც ედარდ სტარკის პატივსაცემად გაიმართა, გრეგორ კლიგეიმმა, თან პირდაპირ არენაზე გამოასალმა სიცოცხლეს ახალგაზრდა რაინდი. ვესტეროსში ტურნირი ყველაზე სწრაფი გზა იყო დიდებისკენ ან სასაფლაოსკენ. საერთო ჩხუბი, the melee. თუ რაინდული შუბების ბრძოლა მეტისმეტად არისტოკრატიულად ითვლებოდა, მათთვის, ვისაც ნამდვილი დაუნდობელი სანახაობა სურდა, არსებობდა მელიის საერთო ჩხუბი ხმლებითა და კომბლებით. ამ შეჯიბრში ათობით ან ასობით მებრძოლი ერთდროულად გადიოდა შემოღობილ არენაზე და იწყებოდა ნამდვილი ქაოსი. წესი ერთადერთი იყო, ვინც ბოლოს ფეხზე იდგებოდა, ის იმარჯვებდა. მიუხედავად იმისა, რომ იარარი ძირითადად ბლაგვი იყო, მძიმე ტრავმები, მოტეხილობები და სიკვდილიანობა აქ ჩვეულებრივი ამბავი იყო. უბრალო ხალხს ეს სახეობა ხშირად უფრო უყვარდა, რადგან ის გაცილებით დინამიური და სასტიკი იყო. სწორედ ასეთ ჩხუბში გაითქვა სახელი ბრიენა ტართელმა, როდესაც მეფე რენლი ბარათეონის ტურნირზე თავად სერ ლორას ტირელი დაამარცხა და მეფის პირადი მცველის ადგილი მოიპოვა. მშვილდოსნობა და ნადირობა. ყველა დიდ ტურნირსთან ახლავს მშვილდოსნობის შეჯიბრიც. ეს იყო სახეობა, სადაც დაბალი ფენის წარმომადგენლებს, გლეხებსა და მშვილდოსან ჯარისკაცებსაც კი ჰქონდათ შანსი, თავი გამოიჩინათ, დიდ გვაროვნები შეერწყვნათ და დიდი ფულადი პრიზები მოეგოთ, რაც მათ მთელ ცხოვრებას უზრუნველყოფდა. უშუალოდ ლორდებისა და მეფეების საყვარელი და ყოველდღიური სპორტი კი ნადირობა იყო. ვესტეროსში ნადირობა სტატუსის სიმბოლოდ ითვლებოდა. დიდებულები ნადირობდნენ ირმებზე, დლებზე და ყველაზე საშიშ არსებაზე, გარეულ ტახზე. ირონიულია, რომ სწორედ ამ სპორტულმა გასართობმა შეიწირა მეფე რობერტ ბარათეონი, რამაც საბოლოოდ ბიძგი მისცა ხუთი მეფის ომის დაწყებას. საბოლოო ჯამში ვესტეროსში სპორტი არასოდეს ყოფილა უბრალო თამაში. ის იყო ომის რეპეტიცია, პოლიტიკური იარარი და ადგილი, სადაც ერთი შეცდომა სპორტსმენს სიცოცხლის ფასად უჯდებოდა.